მოგესალმებით, მე გახლავართ მალხას ხარბედია, ღვინის კლუბი იწყებს ახალ ციკლს, ვიდეო ჭაშნიკი, დღეს ჩვენ პირველ გადაცემას ვთავაზობთ ასეც პირველ ვიდეოს. ჩვენ ამ რუბრიკაში მოვიხილავთ ხოლმე და გავსინჯავთ ხოლმე ქართულ ღვინოებს. ესებით ყველა ტიპის ქართული ღვინო მოვიცვათ, თეთრებიდან დაწყებული, ტიტლებით დამთავრებული. და დღეს როგორც ხედავთ, ფერზე შეატყობდით ალბათ ჩვენ კახურ ქვევრის ღვინოებს გავსინჯავთ. ახლა ჩვენ ვიმყოფებით რესტორან ტერასაში, ტერასაზე, ტერასაზე 19 და სხვა შორის ღვინოების შესანიშნავი არჩევანი არის. ჩვენ დიდხანს არ გვიფიქრია იმაზე თუ რითი დაგვეწყო ჩვენი ვიდეო ჭაშნიკები და პირველ რიგში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება რომ დაგვეწყო ქათითლით და ტრადიციული კახური მეთოდით, ქვევში ღვინის დაყენების მეთოდით. ჩვენთან სტუმრად არის გიორგი თევზაძე, ქვევრის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჩვენი მეგობარი და სწორედ გიორგისთან ერთად გავსინჯავთ დღეს ჩვენ აი ამ სამ ღვინოს. თუმცა მანამდე მე გიორგის მინდა ხო ორი სიტყვით თქვას ზოგადად აი ამ სტილის შესახებ, რასაც კახური მეთოდით ქვევში ღვინის დაყენება ქვია. ამ შემთხვევაში ხატითელზე გვაქვს. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ წამოწყებას, ვიდეო ჭაშნიკები, ნამდვილად კარგი იდეა. რაც შეეხება ქვევრის ღვინოს და ამ სტილს, ეს არის განსხვავებული კლასიკური მეთოდიდან ღვინის დაყენების. ამ შემთხვევაში აგერ ფერზეც ატყობთ თქვენ რომ დაწყებული შეფერილობით, დამთავრებული არომატით და გემოვნური თვისებებით ეს ღვინოები განსხვავდება, თავისებურია. სამივეც ამ შემთხვევაში განსხვავდება, თუმცა ეს უკვე დამოკიდებულია ხანგრძლივობაზე, იმ კლიმატზე და იმ მოცემულობაზე, სადაც ეს ყურძენია მოყვანილი, მადგომდებარეობაზე, ამას მეთოდზეც, რა თქმა უნდა. ზოგადად იმის თქმა შეიძლება რომ არის ძალიან პოპულარული დღეს, თუმცა ამას ძალიან დიდი სიფრთხილე და ფაქიზი მოპყრობა ჭირდება, რათა სწორად განვითარდეს ქვევრის ღვინო, ზოგადად სწორად დაიმკვიდროს თავის ადგილი არა მარტო საქართველოში იყოს სწორად წარდგენი, არამედ მსოფლიო ბაზარზე. და რა ვიცი, კაი შემთხვევაა ახლა რომ ჩვენ ინდივიდუალურად გავყვეთ ამ ღვინოებს ალბათ და დავახასიათებთ. კი, ჩვენ სხვა შორის მომავალში ალბათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაყენებულ ქვევრის ღვინოსაც გავსინჯავთ, მაგრამ ხადია პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი ქართული ქვევრის ღვინოებით. დღეს ვსინჯავთ ხატითელს, როგორც მოგახსენეთ, პირველი ნიმუში ეს გახლავთ ხოხბის რემლების 2011 წლის ხატითელი, რომელიც ქვევშია დაყენებული, ხადია. სხვა შორის ამ ღვინოს ძალიან დიდი ერთ-ერთი პირველი ღვინოა, რომელიც New York Times-ის ჩამონათვალში მოხდა. $20 ფარგლებში ასე ვთქვათ, ღვინოების ლისტში შევიდა. უკვე საკმაოდ ასაკოვანი, ვერ იყო ძალიან დაძველებული ქვევრის ეს პირიქით. ყველაზე კარგი პერიოდია, აი 3 წლის ღვინო, უკვე მეგონი კარგია და რას ვიტყვით, რა აჩქარაა რომ განსხვავდება დანარჩენი ორისგან. ანუ რის ბრალი შეიძლება იყოს ეს? რის გამო ხდება ხოლმე ესე რომ საერთოდ ეს სისუფთავი არის ძალიან მნიშვნელოვანი, გასული იყოს სულ პროცესში, კონდიცია ყურძნის თვითონ სიმწიფე ყურძნის მისი დროულად გადამუშავება, ეს ხშირი დარევები, რაც ჭირდება მოვლაპატრონობა ალკოჰოლური დუღილის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია. შეფერილობა ახლა კარგად არის წარმოდგენილი. ოქროსფერი ღვინოა შეიძლება. კი, ოქროსფერი ღვინო. ღია ქარვისფერიდან ეს მუქი ოქროს თაფლის ფრამდე, ზოგჯერ ეს ცეცხლის ფრამდეც კი მიდის ღვინოები. თუმცა ამაზე ვერ ვიტყვით, ეს არის ოქროსფერი. არომატშიც ესეთი კარგი ჩირის ტონები მოდის, კარგად არის განვითარებული ხილი, ვაშლის ჩირი კი კარგად არის წარმოდგენილი ამ შემთხვევაში. აი ძირითადად როგორი სუნელებით ხასიათდება ხოლმე კახური ღვინო, აი თქვა ვიცით ხოლმე რომ ხშირად აღმოაჩენთ ხოლმე ნიგზის ტონებს, ხო? კახურ ღვინოში აი იმერულ ზაფრანას რო ეძახიან, ჯერ არასწორად ზაფრანას ეძახის. ყვითელი ყვავილი რა, ეგრეთ წოდებული მაგის, ხო? მაგის სუნელიც იგნობა ხოლმე.
თვითონ გადამწიფებული ხილი, როგორც კარგად დამწიფებული გულისხმობა. ლამის დაჩამიჩებული, ეს ერთ-ერთი დამახასიათებელია. იგივე თაფლის ტონიც არის ხოლმე ვითარდება. მეორე ნიმუშზე გადავალთ ახლა, ეს არის ქაწითელი, რომელიც ზემოხოდაშენში არის მოყვანილი. ეს არის ლექსო ციხელიშვილის მარანი. თვითონ მარანი ავანში მდებარეობს, როგორც ხედავთ, ფერი ძალიან განსხვავდება. ეს არის 2012 წლის ღვინო, ერთი წლით უმცროსი არის წინა ღვინოზე, მაგრამ ხედავთ, რომ განსხვავებული სტილი აქვს ღვინოს და შესაბამისად ფერიც სხვანაირია. ღვინოს უფრო დაჟანგული არის. შაშორის უცხოელებისთვის, უცხოური გემოვნებისთვის ეს ცოტა ესეთია ხომ უცნაურია, ხო? მაგრამ ნუ ვინც საქართველოს ღვინო ესმის, იმას ესმის. ესეც რომ ეს არის ძირითადი პირობა, აი ასეთი დაჟანგვა, მიკროოქსიგენაცია, ასე ვთქვათ, ძიმე დაჟანგვაც არა. ხო, ასე ამ ტიპის დაჟანგვა არის ნორმალური ქვევრის ღვინისთვის. ეს უკვე მუქი ქარვისფერი ღვინოა, ჩაისფერში გადამავალ შეიძლება, ხო? რა თქმა უნდა, ცოტა ანუ ინტენსიურია შედარებით, კიდევ უფრო. ჭირები აქაც იგრძნობა. კი, იგრძნობა, კარგად არის წარმოდგენილი, კი. ანინებით გაცილებით მეტი აქვს. კი, და მშრალი ღვინოა პირდაპირ შეიძლება ითქვას, არანაირად დარჩენილი არ არის სითბო და ანინები იგრძნობა უფრო ძლიერად, ვიდრე წინა ნიმუში. უფრო სხეულიანია წინასთან შედარებით. უფრო ძლიერად არის გამოხატული. ხო, წინა იყო ძალიან დახვეწილი ღვინო, საკმაოდ ისეთი რაფინირებული და აი აქ უფრო ველური შეიძლება ითქვას რაღაცა ისეთი სოფლური პირდაპირობა გამოჩნდა მაშინ, ხო, ღვინოში. მესამე ნიმუში ეს გახლავთ კახური კლასიკა შეიძლება ასე ითქვას. ეს არის კარდენახის წარაფი, ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ტერუარი, როგორც ფრანგები იყვნენ ხოლმე საქართველოში. გოგა, რა გვიყვება მესამე ნიმუშზე? ფერში ძალიან კარგად არის წარმოდგენილი, გამჭვირვალე, მუქი ოქროსფერი, ქარვისფერი შეიძლება პირდაპირ. აი ცოტა ცეცხლისფერიც ერევა ცოტა. ძალიან ინტენსიურია გემოზე. ძალიან ინტენსიური გემოზე, არომატი არის დახვეწილი. აქ არის კარგად წარმოდგენილი კი ეს ნიგრის ტონები, ჩილის ტონები. ძალიან სხეულიანი, ძლიერი და ხასიათიანი ღვინოა, საკმაოდ ისეთი გემოზეც კი ცეცხლის ესა აქვს, ხო, რაღაცა. თითქოს, ხო, რაღაც ესეთ საბჭოებში, თითქოს აი ეს კვამლის მომენტიც იგრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ მუხაში არც ერთი ნიმუში არ არის დავარგებული. თუმცა არიან მეღვინეები საქართველოში, რომლებიც მუხაში ავარგებენ ქვებში დაყენებულ ღვინოს. გოგა, ბარემ ენოგასტრონომიულ მომენტსაც რომ მივხედოთ, კლასიკურად, რასთან არის ყველაზე კარგი კახური ღვინო? უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ უცხოელებმა შენიშნეს ეს კახური ღვინო ოპერატივადაც იღებულია, ანუ დაწყება. ჩვენთვის ცოტა უცნაურია. ჩვენთვის ცოტა ეს უცნაურია, თუმცა ეს იგივე არის შესავალში, სუფრის და სადილის მშვენიერია. ანუ ეხლა უცბად ვიტყვი, რომ მე რა თქმა უნდა ეხლა ვახშმის დროს ხორცთან ხაშლამა პირდაპირ ხო შეიძლება ითქვას იგივე ეს ყველი უფრო კახური ესე ვთქვათ სუფრა ფუმარილი, თუმცა ბოლოსკენ სუფრის ბოლოსკენ დესერტოთაც ანუ შოკოლადს აყოლებენ ხოლმე არის ხოლმე შემთხვევით ანუ ეს მრავალფეროვნება ძალიან ცნობილმა იყო შოკოლადსაც შეუხანა კახური. ანუ ეს მრავალფეროვნება კახური მეთოდით აკენებულმა ქვევრის ღვინომ გამოხატეს მრავალფეროვნება, რომ ნებისმიერ ესე იგი სუფრის დასაწყისშიც კეიფის და მოხენას რა თქმა უნდა და სუფრის ბოლოსაც თავისებურად მიღებული არის და ეხამება იგივე სხვადასხვა ყველს რომელიც აი ეს როქფორული ტიპის ანუ დაახლოებით როგორც წითელი ღვინო თქვა თუ ხდება სტილისტიკა იმიტომ რომ დაახლოებით ხო წითელი მეღვინეობის სტილში ზის ქვევრის ღვინო ანუ ჭაჭაზე დუღილი ეს კანთან კავშირი დიდხანს ინტენსიურობა ტანინი და კლერტიც არის მით უმეტესი რომ კიდე სხვა ნიუანსებს ზევს ღვინოს. ხო თუ რაჭის წარეს არ იძლევა აქ, იმიტომ რომ ეთყობა და იგრძნობა რომ ის შეციფრებული არის ის
ის კლერტი აუცილებლად წიფე უნდა იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობა არის და პლუს 6 თვიანი მაცერაცია, 6 თვიანი ჭაჭარზე და კლერტზე ყოფნა ძალიან ბევრს მაგალითად ერთი თვის განმავლობაში სულ სხვანაირი ღვინო დგება, გაცილებით უფრო უხეშია ხოლმე და პირდაპირი და 6 თვის ან 4 თვის ან რაღაცა გარკვეული დროის ძალიან გადამეტებას არ ვარ რა თქმა უნდა. დროის შემდეგ ეს ღვინო დგება რაღაცნაირი დამჯდარი, ხო, დამრგვალებული, როგორც იტყვიან ხოლმე. და სხვა შორის კერძებსაც შეეხება ძალიან კარგად ეხამება, ძალიან ძნელია ხოლმე ღვინის შეხამება შეკმაზულ და ესეთ მარილიან და ძლიერი ინტენსივობის კერძებთან. ან ნიგზიან, ხო, ან ნიგზიან კერძებთან და შეიძლება აი ეს ჩვენი დალოცვილი ესე იგი ქვევრის კარტითელი ძალიან კარგად ეხამება აი ესეთ ინტენსიურ კერძებს, როგორც არის ძალიან შეკმაზული კერძები, ახლა ჩვენ მაგალითად სუნელებს ძალიან აქტიურად ვიყენებთ, ხო? კულინარიაში. სწორედ ამიტომ საცივიდან დაწყებული, დამთავრებული, მაგალითად სუბუქი და აი მაგალითად აი ეს დახვეწილი კარტითელი ძალიან კარგი იქნება ნიგზიან სალათებთანაც. კი, რა თქმა უნდა. და ეს ძლიერი ორი ძლიერი კარტითელი, შედარებით ესეთი ხარბეჭიანი, კი. ძალიან კარგი იქნება შეკმაზულ ხორცთანაც. რა თქმა უნდა. ეს პირველი ნიმუში ფერთანაც შეიძლება. კი ბატონო, და ისე ძალიან მრავალფეროვან მიმართულებას იძლევა ქვევრის ღვინო. ჩვენ ქვევრის ღვინოს კიდევ არაერთხელ დაუბრუნდებით, მეგობრებო, ეს მხოლოდ ერთი ჯიში იყო, ეს იყო კარტითელი, ქვევში დაყენებული, ზოგი მათგანი 3-4 თვის მანძილზეა დავარგებული ჭაჭარზე და კლერტზე, ზოგი 6 თვის მანძილზე. მომავალში ჩვენ გავსინჯავთ სხვა ჯიშებსაც, აი ესეთ ქარვისფერ ღვინოებს, ქისიდან დაყენებულს, ხიხვიდან დაყენებულს და მე იმედი მაქვს, რომ მოემიდო რომ კიდე სხვა ჯიშებსაც გავსინჯავთ, კახურ ჯიშებს გულისხმობ. ამით დასრულდა ჩვენი პირველი ვიდეო ჭაშნიკი, ჩვენთან უნდა იყო გიორგი თევზაძე, ქვევრის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მე მალხაზ ხარბედია გახლავართ. ჩვენ იმყოფებოდით რესტორან ტერასაზე. მომავალ შეხვედრამდე ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ასეთ დეგუსტაციებს. დიდი